ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ მისი აღმატებულება MainLab Xterra Pro. რამდენად Pro არის, ამას განვიხილავთ. მაგრამ ამის პროობაზე არ მაქვს მე ჯერჯერობით საუბარი. უცბად მოკლედ ვთქვათ, ვინ არის MainLab თუ MainLab, როგორც გინდათ რა. MainLab-საც ეძახიან ხოლმე. მოკლედ 1985 წელს დაიბადა ავსტრალიაში, მერე ცოტა ხნით გადაბარგდნენ ამერიკაში, მალაიზიაში წიწარმოებოდა და ირლანდიაშიც 7 წლის წინ ავსტრალიიდან უკვე მალაიზიაში გააგრძელეს ოფიციალურად წარმოება. აი ეს არის მისი მოკლე დაბადების ისტორია და ბიოგრაფია და ახლა განვაგრძოთ ტექნიკური მახასიათებლებით. გასწორ. ვირთვებით აქედან ჩავირთეთ. აქედან გვაქვს ეკრანის განათება და ეკრანის განათებასთან ერთად აქვე გვაქვს დიდხანს თუ დააწვევი უკან რომ გაგინათოს სივრცე, სადაც იქექები. განათება არ მოწოს ეკრანის და სხვა რა კურს მოძებნი. ასე უკეთესია. მოკლედ, ჩავრთეთ. ეხლა ნახეთ მეგობრებო რა ხდება. დააკვირდით, რატომღაც რეკლამებს რო აკეთებენ ჩვენი მაღაზიები, რაღაცებს რო ყიდიან. არაფერს არ ამბობენ ხოლმე იმ რეგულაციების შესახებ, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით განსაზღვრულია. 19 კილოჰერცზე ზემოთ არ იყიდოთ, თორე შავი არქეოლოგიაა და ჩათვალეთ რომ შარში ხარ. ამიტომ ეხლა ამას აქვს 5 კილოჰერცი, ნახოთ რეჟიმები. გადავედით. პირველი, ჩვეულებრივ გარემოში, ჩვეულებრივ გრუნტთან მუშაობის, აქ შეგვიძლია, მე პირადად 15 კილოჰერცზე მუშაობა შენურად ადვილად უფრო კომფორტულად მუშაობ ამასთან, ზოგისთვის არ არის კომფორტული, აქაც 15 კილოჰერცზე ავწეო. გადავინაცვლეთ ცოტა უფრო ესეთი მყარი გრუნტის სივრცეებში, აქაც 5 კილოჰერცზე აყენია და ავწევ ამასაც 15-ზე, ამასაც ავწევ 15-ზე. აქ ვერაფერს ვერ ვცვლით, სანაპიროა და გადადი ბიჭო. სანაპიროა და სტანდარტულად 8-ზეა. რაც შეეხება ამას. ეხლა ეს არის სიხშირე, რა ჰერცების გამაძლიერებელი. ხო გვაქვს 15, მაგრამ ეს კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ეს შეგვიძლია ავწიოთ, პირობითად 20-ზე, 25-ზე და ხედავთ უკვე ყველაფერს გრძნობს. ამიტომ ეს შეგვიძლია ხა ჩვენ ჩამოვწიოთ 15-ზე, რაც ნორმალურია, პრინციპში 10-იც მისაღებია ხოლმე. ეს ღილაკი, მეგობრებო, გახლავთ პოლმეტალი, რომ მოძებნოს ყველა მეტალი, აი ეს ნალი რომ არის. ხოლო აქ არის განსაზღვრული უკვე სიღრმეები. დაიკარგა. ეს იმიტომ რომ ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ხედავს თუ რა უნდა მოძებნოს. მოკლედ. რა ხდება ახლა შემდგომ? აქ გვაქვს პინპოინტერი, იცით ხო? პინპოინტერს ხშირად გაჩვენებთ ხოლმე. ბატონო და ახლა რა გვაქვს აქ? აქ უკვე გვაქვს აი აქ ხდება ხმების გათიშვა. ასე უწოდებენ ხმების გათიშვას, ნახეთ რა ხდება. ამან ახლა დააკალიბრა, ოპტიმიზაცია მოახდინა, რა ხმები დაიგნოროს და რა ხმებთან იყოს დაუშვათ უფრო მგრძნობიარი. აი ყველა რეჟიმი რაც არის აქ სამივესთან შეგიძლიათ ამ ხმების ოპტიმიზაცია მოახდინოთ. აი, გადავინაცვლოთ აქ. აქ გვაქვს უკვე ხმა. აქედან ვარეგულირებთ აი ამ ხმებს, პიპებს ასე ვთქვათ. საკმარისია 20. შემდეგ. აქ უკვე გვაქვს, მეგობრებო, ასევე გრძნობელობა ხმის. არ ვიცი გესმით თუ არა, მაგრამ აქ უშუალოდ ჰერცების ზუზუმის ხმა იმატებს, აი. ძალიან მაღალ გრძნობელობაზე აქვს საუბარი და იმაზე რომ მაღალ ტონში გადმოქცეს თავისი მუშაობის სტატუსი. ეს უკვე პოლიფონიაა თუ რამდენ ბგერაში გინდა რომ გაჟღერდეს ესა თუ ის ნაპოვნი ნივთი. ეს არის შედარებით პასიურ მდგომარეობაში ძებნა, ნელი რეაგირება, ეს არის სწრაფი რეაგირება, რომ ძალიან უცბად, რამდენადაც ესე აქანაურდა დაწყობა, იმდენად სწრაფად რომ გამოყვეს და იმუშაოს შენთან ერთად. ხა რაც შეეხება ამას, მანამ მიწის დაკალიბრებაზე გადავიდოდეთ. დავთიშოთ. გადავიდეთ გრუნტის დაკალიბრებაზე, მეგობრებო, რაც აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ მუშაობა დაიწყოთ. ერთი დაჭერით, მეორე დაჭერით გავგვიჩნდა გრუნტის კალიბრაცია ამ ღილაკს ვაწვევით და ველოდებით
იმ ციფრებს, რაც ჭირდება იმას, რომ დაკალიბრდეს. ნუ მოკლედ შეიძლება საკმაოდ დიდხანს აქანაო. აჰა. ნუ 34. აი აქ დაკალიბრდა. ამ დიაპაზონში იმუშავებს ჩვენი დეტექტორი აი ამ კონკრეტულ გრუნტთან. ნუ პრინციპში ის გადაგურჩა, ნახოთ პინპოინტერი როგორ მოქმედებს, ნახეთ? ესეც ჩვენი პინპოინტერი წერტილოვნად. აჰა, რაღაც დაინახა. ეს არის ჩვენი პინპოინტერი. ხვთავთ და წერტილოვნად პინპოინტერს მივყავართ იქ, რაც გჭირდება. ძალიან მომწონს ის თუ როგორ გადაწყვეტეს ამის დატენვა. ნახეთ, ჩაშენებული ლითიუმი აქვს და აი მართლა ძალიან მაგარია, ხშირ შემთხვევაში კრონებზე ახოლმე და ძალიან საწვალებელია. ძალიან მარტივად, ნახეთ, როგორც smart საათებს. უბრალოდ მიეწება დატენი და 12 საათი გარანტირებულად იმუშავებს, თუმცა ამის მოხსნასთან ფრთხილად უნდა იყოთ, არ არის საჭირო აქედან გამოგლეჯოთ, თორე დააზიანებთ. თუ ამას დავატრიალებ და მოხსნით, აქ უკვე აუქსია და ნუ აუქსირისთვის არის და რანაირად არის, მაგას ნუ აღმახსნევინოთ. რაც შეეხება კოჭას, იგივე კატუშკა V12X, ანუ 12 დიუმიანია. ხა დიუმებში გადავიყვანეთ მე მაგდენი კალკულატორის კი არა და ნუ თავის გამოთვლელის გარეშე 12 დიუმი რამდენია ნამდვილად არ ვიცი. ანუ ეს არის ამის მოცულობა რა. რა თქმა უნდა, ასეთი მოკლე არ არის და ძალიან მარტივად შეგვიძლია დავაგრძელოთ უმარტივესა და უკომფორტულესად. ეს სიგრძე საკმარისია იმისთვის, რომ იმუშაოთ, თუ კიდე დააგრძელებ, ნუ რა ვიცი, სადღაც 1.80 მ ადის და ამ სიგრძეს უდაც არ გჭირდება. საიდაყვე, სადაც განუყრი ხელსაშენსა, იდეალურად მოწყობილი და მიწაზე დასადებად, აი ამაზე ჩამოსაყრდნებად 2 კაპი. მაგრამ ესენი ძალიან სუსტებია. შეეცადეთ ისე დადოთ ნაზად, თორე მე ჩემს დეტექტორზე მაგალითად ძალიან მალე გამიტყდა, იმიტომ რომ ძალიან მოკლე მანძილიდან დაეცა და გატყრა. ესენი სუსტი აქვს, ეს გაითვალისწინეთ. კონკრეტულად ამ მოდელს მოყვა GP პოინტერი, ეს კიდე ცალკე გარნიტურის ამბავია და ძალიან მომწონს ის რაც ამაშია. ყურსასმენები. სრულიად ახალი ცინცხალი, უხმარი ყურსასმენები და ესე იგი უმარტივესად კავშირდება, უმარტივესად. აი ნახეთ. აი აქ გვაქვს. მოხედავთ აი ამ ნიშანს, ყველა მიცით ეს ნიშანი. უბრალოდ ამას აქედან ვთავთ. აჰა. ეს უკვე ჩართულია. მხოლოდ და მხოლოდ აი ამას ვაწვევით, აი აქ. და ავტომატურ რეჟიმში უკვე, ნუ როგორ მოგასმენინოთ, მაგრამ ყურსასმენშია გადასული ყველა ის ჟღერადობა, რასაც აიღებს ჩვენი კოჭა. ძალიან მაგარი რამეა, მე მომწონს ძალიან მაგრად. სულ ეს არის მოკლე მიმოხილვას ვაპირებდი, მაგრამ საკმაოდ ვრცელი მიმოხილვა გამომივიდა და ღმერთმანაც შეგარგოთ. ძალიან მალე ჩამომივა Mindlab-ის GoFind-ები 2 და ერთი ცალი კიდე ჩამომდის ამერიკული მონსტრი, ძალიან მაგარი და რომლებიც გაიყიდება, ანუ ჩემთვის არ მინდა, მე არ მრჩება, ჩამოვა და უნდა გაიყიდოს. როგორც ცხოველებში ლომია, მეფე და სცენარეებში ვარდი არის დედოფალი, თუ მეფეა ვარდი. რავი, რაც არის, ესე არის Mindlab-ი მეტალურ დეტექტორებში ყველაზე მაღალი ლეველი. რა ვიცი, დამწერეთ აბა, როგორ მოგეწონათ ჩემი დახასიათება და გაითვალისწინეთ 19 კილოჰერცზე ზევით არ იყიდოთ, იმიტომ რომ 19-ის ზემოთ უკვე შავი არქეოლოგია და შარია. მაღაზიებო რეკლამებს რო აკეთებთ, რეგულაციების შესახებაც მიაწოდეთ ხოლმე ინფორმაციები ადამიანებს, რომ უნებლიეთ შარში არ აღუჩინეთ. მადლობა.